სანამ სტიქიაზე და მის შედეგებზე საუბარს დავიწყებთ, მათ შორის მოსალოდნელ შედეგებზე, მანამდე კიდევ ერთი გამოხმაურება თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მხრიდან პლატფორმა X-ზე ქალბატონი ზურაბიშვილი შემდეგ ტექსტს აქვეყნებს. ისინი, ვისაც ესმით, რას ნიშნავს საკუთარი ტერიტორიის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა, არა ერთხელ, არამედ არაერთხელ ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში თქვენს მხარეს არიან ბატონო პრეზიდენტო ზელენსკი, წერს სალომე ზურაბიშვილი ტრამპსა და ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებით. მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა გამოხატა უკვე თავისი მხარდაჭერა ზელენსკის მიმართ და მე ყოველ შემთხვევაში მაქვს იმის იმედი, რომ აი ამ ცხელი ფონის შედარებით გაგრილების შემდეგ ეს ლიდერები აქტიურ პოლიტიკურ დიპლომატიას მიმართავენ იმისთვის, რომ აი ეს რა დავარქვათ ამას მცირე ნაბრალი უფსკრულად არ იქცეს ზოგადად დასავლურ დემოკრატიებს შორის. ამ მხრივ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის ბრძოლა მხარდაჭერილი იქნება კიდევ უფრო დიდი ძალებითა და შემართებით ეს ვიდრე ეს აქამდე იყო. ყოველ შემთხვევაში ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და ველით იმასაც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავისი სტრატეგიული ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებლად განაგრძობს თავისუფალი სამყაროს ლიდერის როლის შესრულებასაც და იმ პასუხისმგებლობის ზიდვას, რომელიც მას ათწლეულების განმავლობაში ჰქონდა მსოფლიოში. თუ ამას ისე აქტიურად ვეღარ გააკეთებს, როგორც მანამდე აკეთებდა, სხვა პარტნიორებთან ერთად პასუხისმგებლობების გადანაწილებით შეძლებს იმავე მიზნების მიღწევას, რომ მსოფლიოში ტირანიები შეკავებული იქნენ. რაც შეეხება საქართველოში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებს, პროცესებს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის არაერთი რეგიონი, არაერთი მუნიციპალიტეტი და ოჯახი დააზიანა, დააზარალა, სამწუხაროდ სტიქიას მსხვერპლიც მოყვა კიდევ ერთხელ გამოვთქვათ სამძიმარს ამ ოჯახების მიმართ. კიდევ ერთხელ გსურს ჩვენი თანადგომა გამოვხატოთ ამ მდგომარეობაში აღმოჩენილი ადამიანების მიმართ, რომელთა მდგომარეობის შესახებ სრულ ინფორმაციას ჯერაც ვერ ვფლობთ ყველა სოფელთა მიმართებაში, რადგან არ არის ელექტროენერგია აღდგენილი, ზოგან დაკავშირება მიღწევა რთულდება. გეოგრაფიამ გადმოინაცვლა შავი ზღვისპირა რეგიონებიდან, ასე ვთქვათ, გურიიდან, აჭარიდან, სამეგრელოს ნაწილიდან იმერეთში და პირველი ალბათ ვინც უნდა ჩავრთოთ იმერეთიდან ჩავრთოთ ბატონი თემურ ცამციშვილი, რომელიც ერთიანაც მოძრაობის იმერეთის რეგიონალური საბჭოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა, თუ არ ვცდები იგი გვერდება ახლა ქუთაისიდან და მოგვიყვება იმის თაობაზე, როგორ უმკლავდება ადგილობრივი ხელისუფლება, იქნება ეს თუ ცენტრალური სტრუქტურები სტიქიის შემოტევას ქუთაისიდან დაწყებული მეზობელი მუნიციპალიტეტები. თემურ, გისმენთ, მოგვიყევით ზოგადად სურათის შესახებ. მოგესალმები გიორგი, დიდი მადლობა ჩართვისთვის. წყალტუბოში ვიმყოფები, ქუთაისიდან უნდა ჩაგდოდით, მაგრამ მოხდა რომ წყალტუბოდან გერთვებით. რაც შეეხება მდგომარეობას, თქვენი მეშვეობით, ძირითადად ტელევიზიების მეშვეობით და სოციალური ქსელების მეშვეობით ყველაფერი ნათელია, ყველაფერი ხელის გულზე დევს, მდგომარეობა არის უმძიმესი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კარგი ამინდი იყო, არის ისეთი ადგილები, სადაც ჯერ კიდევ მისული არა არც სამაშველო სამსახური, ერთ მოხალისეები ვერ ახერხებენ მისვლას და რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობას და სხვა სამსახურების მუშაობას, ამაზე ჩვენ ამ პრობლემებზე წლებია საუბრობთ, სამწუხაროდ არანაირი შედეგი არ არსებობს. ამას ხალხი ჩვენ ყველაზე კარგად ხედავს და ყველა კარგად იცის ვინ რა გააკეთა და ვინ რას აკეთებს. აი ნებისმიერი საკითხი თუ ამდენი წლის განმავლობაში რამეზე გვისაუბრია, ზუსტად იმ პრობლემებს უკავშირდებოდა, რა პრობლემებსაც ახლა ჩვენ შევეჩეხეთ და შეეჩეხა უკვე ყველა მთელი საზოგადოება, ყველა ადამიანი, ნებისმიერი ადამიანი აქ დამთავრებულია უკვე რაღაც პოლიტიკურად განსხვავებული გემოვნების თუ შეგიძლია გითხრათ ყველაზე უფრო რთული ვითარება იმერეთის მუნიციპალიტეტებში სად არის ახლა და რაში გამოიხატება? ბოლო ინფორმაციით მე
ვისთანაც ხონდა ეხა კონტაქტი ხარაგაულში არის ან ცუდი მდგომარეობა ბოლო სოფელი იყო ზესტაფონში მცირე სამება სადაც ვერ ახერხებდნენ უგონოდ მყოფ ქალბატონთან დაკავშირებას და ეხა ბოლოს არ ვიცი დაუკავშირდნენ თუ არა დიდი მადლობა მინდა გადაუხადო კლუბ 10-0-ს ქუთაისელი მთასვლელები არიან თქვენი რა ვიცი საუკეთესო ადამიანები ფიზიკურად სამწუხაროდ რა არის წახვიდე და მეთანხმები მე მაქვს მცირე გამოცდილება მთაში სიარულის თოვში და აზრი არ აქვს იმ დონის გამოცდილებაა საჭირო და იმ დონის პროფესიონალიზმია საჭირო რომ პირიქით შეიძლება ხელის შემშლელი ფაქტორი უფრო აღმოჩნდეს მაგრამ 10-0 ნამდვილად დაკომპლექტებულია იმ ადამიანებით რომლებიც პირველები მივიდნენ იმერეთში ხელწერტილებში სადაც ვერ მოახერხა მისვლა თქვათ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ნუ ეხა სამაშველო სამსახური კაცაგებია მუშაობს იქაცა უამრავი პროფესიონალია მაგრამ ამ 12 წლის განმავლობაში თუ ყველა ბიუროკრატიული სტრუქტურა ნადგურდებოდა შესაბამისად არანაირი წინსვლა არ ექნებოდა არც სამაშველო სამსახურს და ავიცის გამოცდილების ხარჯი როდემდე წალებში შეძლებენ ამ პროცესების მართვას ამ ადამიანების ხარჯი ეს კიდე ცალკე საკითხია და საბოლოოდ ალბათ ეს სტრუქტურაც ბოლომდე ჩამოიშლება და ავის მე მგონი ანარქოკაპიტალისტები არიან და არ გვეუნებიან უბრალოდ რა ეს ერთადერთი სერვისის ერთადერთი მომწოდებელია ხო მე მგონი კაპიტალისტობაზე უფრო მეტად მათ არ აქვთ არანაირი განცდა ამ ხალხის არჩევნები არიან ანუ ისინი მთავრობის როლში არ არიან უბრალოდ და შესაბამის პასუხისმგებლობის განცდა არ აქვთ მაგრამ აი ბოლო კითხვა დაგისვათ მართლა მაინტერესებს ყოველგვარი არ ვართ იმ სიტუაციაში რომ რაღაცაზე კიდე ასე ვთქვათ სახუმაროდ ვისაუბროთ მაგრამ ციკლონი წამოვიდა დასავლეთიდან გავიგე რომ საქართველოს მთავრობის წევრებმა ამიდის აპლიკაციის ხმარებაც არ იციან ან უბრალოდ მასზე ადეკვატური რეაგირების არც უნარი და არც პასუხისმგებლობა არ აქვთ მაგრამ სამი დღე რო უყურებდნენ ქუთაისში და იმერეთის მუნიციპალიტეტებში რა ხდებოდა ქობულეთში რა ხდებოდა ლაჭყუთში ოზურგეთში გურიაში წალენძი ჯიხეში სხვათა შორის სადაც ერთადერთი მუნიციპალიტეტია სადაც თავი გაართვეს ამას ყველაფერს და ამას ყოველთვის განსაკუთრებულად გავიმეორებ და მაგალითებად მოვიყვანთ როცა მონდომების შემთხვევაში არაფერი გადაულახავი და მოუწესრიგებელი და მოუგვარებელი სიამდვილეში არ იყო რა ვერ მიხვდნენ რომ ეს ციკლონი ლიხის მთის მიმართულებით მოდიოდა და იმერეთამდე მოაღწევდა ძალიან მალე რომ მომზადებულები დახვედროდნენ სწორად აღნიშნე თუ მიხდნენ რაში გამოიხატებოდა ან ჩემი კითხვა ეს არის იგრძნობოდა თუ არა მობილიზება იგრძნობოდა თუ არა ტექნიკის ჩამოყენება აღმოსავლეთ საქართველოს და სხვა რეგიონებიდან ასე შემდეგ სწორად აღნიშნე გეთანხმები და რა ვიცი ალბათ აწილ მოსახლეობის გაფრთხილება ხო ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია რომ ყველასთან ვერ მიდიხარ და ვერ უვლი რომ მიმართო და უცხარ რომ ხალხო მოდის ასეთ და ასეთ ციკლონი აგერ ჩვენს თვალწინ სხვა მუნიციპალიტეტებში გზები ჩაიკეტა და ასე შემდეგ ამიტომ ვისაც არ გაქვთ და შეიძლება სახლები ვერ გადმოთოვლოთ ავარიულ სახლებში ხართ მედიკამენტები შეიძლება არ გიყოთ საკვები და ასე შემდეგ მოგმართეთ თქვენს ევაკუაციას განვახორციელებთ აგერ ქუთაისის სასტუმროებში განგათავსებთ და ასე შემდეგ ამ პირიქით შეეტანათ სოფლების ცენტრებში მრწმუნებულები კი არა და ამდენი დასაქმებული ადამიანი რო ყავთ რომ აი ეს მთავარი მარაგები რაც იყო რომ ქონოდათ თუნდაც პაუერბანკების სახით რომ კავშირი მქონოდათ გეთახმები და სწორედ ჩემი აზრით მთავარი ამაზე ვილაპარაკოთ აწი ვიდრე იმაზე თუ სად რა მდგომარეობაა ვის როგორ უჭირს უფრო მნიშვნელოვანია ჩვენ ზუსტად აწი პოლიტიკოსებმა სამოქალაქო აქტივისტებმა მომავალმა ახალმა პარტიებმა აი ხალხს უნდა დავანახოთ რომ ჩვენ ვართ ალტერნატივა ჩვენ რას გავაკეთებთ აი რაზეც თქვენი საუბრეთ ეხლა ხო როგორ უნდა მოქცეულიყვნენ პასუხისმგებლობა ახსენეთ ბიუროკრატიაში ზოგადად ამეთანხმებით რომ ყველაზე ადვილია პასუხისმგებლობას არიდო თავი ძალიან ადვილია აი ვიღაცას დააბრალებს ის ვიღაცას დააბრალებს ვიღაცას და ეს ჯაჭვი როდესაც ბიუროკრატია არსებობს იმ შემთხვევაში და წარმოიდგინეთ ეხლა ამ ბიუროკრატიაში საერთოდ პასუხისმგებლობის გზნობა არ არსებობენ პირები ვინაც შეიძლება პასუხი აგოს იმაზე რომ ერთადერთი სერვისის მომწოდებელი პირი რომელიც ვალდებულია სტიქიამდე და სტიქიის დროსაც და შემდეგაც მოიკითხოს და აი ამაში ღებულობს თულსა გადასახადებს ამაში ვიხდით ერთი ადამიანი არც ერთი გამგებელი ან მისი მოადგილე ან სოფლის წვნებული არ აღმოჩნდება იმაში დამნაშავე რომ ეხლა
ამ წუთებში ვიღაც ხალი სიკვდილ სიცოცხლისთვის იბრძვის. არა, ადამიანები დაიღუპნენ და ქვეყანაში ბიუროკრატიაში არ არსებობს ადამიანი, ვინაც ამაზე პასუხი უნდა აგოს. ეხლა აღნიშნეთ, რომ წინასწარ ახლა მე გეუბნებით აგერ ახლა წყალტუბოში ვიმყოფები და ეს თოვლი სადაც მოვიდა და ლღობა სადაც დაიწყებს, ყველგან იქნება წყალდიდობების და წყალმოვარდნების პრობლემა. აი ელემენტარული ღვარსადენი სისტემა არ მუშაობს არსად. რომელი მუნიციპალიტეტი რაღაცა რუკის სურათებს როდებენ და დღეს ვერტალიოტითო დაფრინავდნენ და ათვალიერებდნენ სტიქიის დათვალიერება ყველაფერი მინდა ხავს, მაგრამ სტიქია დაათვალიერო ვერტოფრენით არ მინდა ხავს. რა გააკეთეს რო დაათვალიერეს, ხო? არაფერი. პრობლემა არის სწორედ ამაში და იგივე გაცილებით უფრო უკეთესი წარმატები ტექნოლოგიურადაც ახალგაზრდებმა მოახერხეს დრონების მეშვეობით, ხო? რომლის მართლა საოცარი ვიდეოები და კადრები თვითონ გაავრცელებენ ალბათ ძალიან ცოტა ხანში გურია გადაიდეს მთლიანად ზევიდან და არ დაჭიროებია მრავალათასიანი ხარჯები იმ მომენტში, როცა უკვე ამის აუცილებლობა, როცა არის აუცილებლობა, მაშინ რო არ იყენებენ. თემა უნდა დაგემშვიდობოთ და რო შეეჯამოთ თქვენი შეფასება. არა, დაამთავრეთ, ისეთ თქმაც გნებავდათ. არა, ამის თქმა მინდა რომ ჩვენც უკვე მე ჩემი აზრია და რა ვიცი, ყველა მინდა რომ ამაზე ისაუბროს, აი, ჩვენ რას გავაკეთებდით? გავიგეთ, რომ აი ქართული ოცნება უკვე ყველამ გაიგო რასაკეთებს, მაგრამ ამ ადამიანებს უფრო აქტიურად კი ბატონო და მათ შორის აი მე რო ყოფილიყავი, მე რას გავაკეთებდი, ამაზე მინდა. აცი რომ ვისაუბრო, როცა მექნება საშუალება, არა მარტო ეთერებში, ზოგადად ხალხთანაც ტაქტიკურად უფრო გაიქნება იმ ადამიანთან, აი ჩაფლულ და რომ მიყვალ თოვლში და რომ მიუტან წამალს, თან უნდა უთხრა, რომ აი თუ ხარ პოლიტიკით დაინტერესებული და თუ ვთანხმდებით, რომ ქართული ოცნება უნდა წავიდეს, ჩვენ უნდა შევთავაზოთ ამ ადამიანებს კონკრეტულად მე როგორც სიტყვაზე ვამბობ, რომელიღაც და პოლიტიკით თუ არ ხარ დაინტერესებული, უნდა იცოდე, რომ სტიქია ყველას მოგვაკითხავს. თუ სწორად არ მოხდა ჩვენი ქვეყანა ეს არის იმ ადამიანებზე ვამბობ, ვისაც ქართული ოცნება უნდა ჩაანაცვლოს. მადლობა უთხრათ სამსაშვილს, რომელიც აღმოჩნდა რომ წყალტუბოდან გვერდებოდა და იმერეთის სიტუაციაზე. აქვე აი თემურმა თქვა, რომ არანაკლებ და ახლა უკვე შეიძლება უფრო მეტად მნიშვნელოვანია რა შედეგები მოყვება უკვე გადავლილი ციკლონის შედეგებს, ხო? ძალიან დიდი რაოდენობით ნალექი არის მოსული, გაზაფხული შემოაბიჯებს რამდენიმე დღეში ტემპერატურა მოიმატებს ამ მხრივ არანაკლებ პრობლემების წინაშე დავდგებით სხვა მხრივ, იმიტომ რომ მთაგორიანი ქვეყანა ვართ, ხეობების ქვეყანა ვართ, ასე ვთქვა და სწორედ ამის გამო რამდენიმე წუთში დავიწყებ საუბარს მე უკვე სტუდიაში, სადაც ჰიდროლოგი ნიკა წითელაშვილი გვყავს და ასევე სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი თაკალანიძე, რომელიც ამ სპეციალობის არ არის, მაგრამ სამოქალაქო აქტივობისა და დახმარების საჭიროების თაობაზე ხვალ ქალაქ თბილისში უნდა გაიხსნა სპეციალური, ასე ვთქვათ, შტაბი ამის თაობაზე უფრო მეც გვეტყვის. მაგრამ სანამ გურიიდან, ამ შემთხვევაში ლანჩხუთიდან ჩართავთ ადგილობრივ საკრებულოს წევრს, მივყვები მთავარ თემას, რაც არის მსოფლიოში, პირველი გამოხმაურება უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისგან, რომელიც უკვე ტოვებს ვაშინგტონს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. მისი სიტყვების შემდეგია: მადლობა ამერიკა, მადლობა მხარდაჭერისთვის, მადლობა ამ ვიზიტისთვის, მადლობა ტრამპს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს. უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა და ჩვენ სწორედ ამისთვის ვმუშაობთ. ეს არის პრეზიდენტ ზელენსკის პირველი გამოხმაურება თეთრ სახლში, ძალიან მწვავე, დავარქვათ პირდაპირ თავის სახელი დაპირისპირებისა შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის პირველ პირებთან. ეს თემა ცხადია ამ დღეების მთავარი განხილვის საგანიც იქნება და თავისად კი ვარიც. თუმცა ამ ამბების შესახებ შეიძლება ძალიან ბევრმა ლანჩხუთებმა არც კი იცის, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ბევრ ოჯახში, ბევრ სოფელში შუქი არ არის, აგერ უკვე მე რამდენი დღეა უფრო მეტ ინფორმაციას ამის თაობაზე მოგაწვდის ბატონი კახა ასკურავა, ლანჩხუთის საკრებულოს წევრი. ბატონ კახა, გვიანბეთ რა ვითარება არის ამ მომენტისთვის ლანჩხუთში, სად არის კიდევ უფრო რთული მძიმე კერები, გაგვდორა ინფორმაცია განსაკუთრებული საჭიროებების შესახებ. მოგესალმებით, უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ხო, მე მოგაწვდით ბოლო ინფორმაციას, რომელიც სანამ თქვენთან ეთერში მოვიდოდი, სპეციალურად გადავამოწმე, რომ რაიმე ტიპის, ესე ვთქვათ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ მომეწოდებია. მოკლედ, ნაწილობრივ გზები იხსნება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, მაგრამ თუმცა რჩება ადგილები, სადაც დღემდე არ არის შუქი, მაგალითად, ჩოჩხათის ზონაში პრაქტიკულად 80%-ს ამ წუთასაც არ მეწოდება შუქი. გზების აღდგენა ნელ-ნელა მიდის.
თუმცა რა თქმა უნდა რჩება სოფლები, სადაც რომლებიც ამ წუთამდე არის მოწყვეტილი გარე სამყაროს წერან გისმენდით და აბსოლუტურად ვეთანხმებით ამას, რომ იწყება ახლა მეწყერის ჩამოწვევა, როცა ეს თოვლი დაიწყებს დაბდომას, დაიწყებს ესე ვთქვათ მეწყერის ჩამოწოლას და დღეს სამწუხაროდ გულიანში, სოჩხათის ზონაში მეწყერი ესე ვთქვათ ჩამოწვა და ამისთვის ნუ ახლა თოვლის მოსვლაზე ხო განაცხადეს, რომ ესე ვთქვათ თოვლი მოვა აბა რა სიზავსო, მაგრამ ახლა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ის, რომ ამ თოვლის ნობას მოყვება მეწყერული ესე ვთქვათ პროცესები და აი ეს აქ უკვე ვეღარ იქნება გამართლება, რომ მეწყერი ჩამოწვებოდა, აბა რა სიზავდა, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას აუცილებლად მოყვება ეს პროცესები, ამას აჭირდება რაღაცა დიდი განათლება ამ კუთხით. რაც შეეხება დანარჩენს, მე არ შემიძლია რომ საჯაროდ არ გადაუხადო მადლობა ყველა იმ სამოქალაქო აქტივისტს, რომლებიც ესე ვთქვათ აი ამ რთულ დღეებში ჩამოვიდნენ და მართლაც აი პრაქტიკულად არ დაუტოვებიათ არც ერთი რთული ადგილი და ეპიცენტრი, სადაც როგორც შეეძლენ ისე არ მივიდნენ ისინი. უბრალოდ სამოქალაქო ესე ვთქვათ პასუხისგებლობის აი ძალიან დიდი როლი აიღეს საკუთარ თავზე. გუშინ სხვათა შორის ცნობილი ესე ვთქვათ სამოქალაქო აქტივისტი რუსული კანონის დროს აი ჭალზე მოცეკვავი გოგონა იყო ჩამოსული მისი ჯგუფით და მან ესე ვთქვათ ოჯახებში დათოვაში მიიღო მონაწილეობა. სხვათა შორის საკმაოდ რთული საქმეა, ვისაც გაუთოლია სახლი, იცის რა როგორი რთულია რომ სახლი გათოვო და მე ნანუკას ფონდს აუცილებლად უდიდესი მადლობა უნდა გადაუხადო, რომელიც კიდევ პირველივე დღიდან ჩაერთო ამ საქმიანობაში და ისინი უპრეცედენტო ესე ვთქვათ საქმეს აკეთებენ რამათქუთლებისთვის და ზოგადად ბატონ კახა, ახლა რო აღარ თოვს ვიცით, მომდენო დღეებში თოვა აღარ არის მოსალოდნელი, მაგრამ ყინვაა. აი იმის გათვალისწინებით, რომ ხალხი ამდენი ხანია ჩარჩენილია, ბევრი სოფელი იზოლირებულ მდგომარეობაში, ან სადაც მიაღწიეს სახელდახელოდ ზურგით მიიტანეს, ან რაღაცა ბურანით, რაღაცა მცირე რაოდენობის საჭიროებები. არის თუ არა თუნდაც მუნიციპალიტეტის დონეზე, ან აქვს თუ არა შესაძლებლობა სამოხალისეო, ასე ვთქვათ, საშტაბო მუშაობის შედეგად, რომ აი ამ ადამიანებს, რომელთა შესახებ ყველა სრული ინფორმაცია არც არის სამწუხაროდ, რომ აი მათ ეს პირველად საჭიროებების მხრივ მოუგვარდეთ ეს პრობლემები მომდენო დღეების განმავლობაში. ესა ბატონო გიორგი, ეხლა რაც შეეხება მაგ პროცესს, ვინაიდან შუქი დაახლოებით 5-6 დღის 1 კვირის განმავლობაში არის სოფლები, მაგალითად ჩოჩხატში კიდევ ერთხელ მე წეღან ვესაუბრე და გადამოწმებულ ინფორმაციას გეუბნებით, 1 კვირა არის შუქი არ მოსულა, იქ არის ასე ვთქვათ კომუნიკაციის პრობლემაც, ხო შესაბამისად მობილურები დამჯდარი არის და აქედან გამომდინარე ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ვიყოთ კონტაქტზე ადამიანებთან აი ამ საჭირო ინფორმაციების ესე ვთქვათ დაზუსტების გამო. ხვალ მაგალითად 6 მანქანა ჩამოდის კიდევ თბილისიდან და გავიშლებით სხვადასხვა სოფლებში და აი ამ პირველად საჭიროებებს, რასაც თქვენ პულის სხვადასხვა ისის გადავამოწმე, რომ პულის გამოცხობა და შესვლა ადგილობრივ მაღაზიებში დღეს დაიწყო. ესე ვთქვათ, პური შევიდა მოსახლეობაში დღეს, რაც ყველაზე ესე ვთქვათ საჭირო პროდუქცია არის. ალბათ უკვე სურათი მოგვიანებით გამოჩნდება, რაც სტიქიაც გადაივლის და გარკვეულ შედეგები, მაგრამ ახალი პრობლემებისთვის უნდა ვებრძოლოთ, რაცა უკვე ბატონ კახა, ცოტა დრო გრჩება და მთავარი რაც გაქვს სათქმელი ბრძანეთი სტუდიაში უნდა მოვასწროთ საუბარი. მე აუცილებლად უნდა ვთქვა ერთი რამ. ყოველთვის მიდის საუბარი გამოწვევ მიზეზებზე და მის ლიკვიდაციის პროცესზე, რომ ვერ ხდება ეფექტურად და ეს ნამდვილად ესეა. დღეს ვენფრენი, რომელთაც გადაუფრინეს ესე ვთქვათ გურიას, აი იმ სამინისტრომ წაიღო მის მფლობელობაში სამაშველო სამსახური. ეს ცუდი არ არის, ეს ინსტიტუციონალური გადაწყვეტილებაც ცუდი არ არის, მაგრამ რა მოხდა პრაქტიკულად ეს სამაშველო სამსახური, რომელიც ასე დროს პირველ ხაზზე უნდა იყოს, მისი განახლება, ესე ვთქვათ, ტექნიკური აღჭურვილება არ მომხდარა, არის ბოლოს როდის განახლდა მე არ ვიცი. და
სინამდვილეში ისინი უნდა იყვნენ წინა ხაზზე. ეს სამსახური უნდა იყოს გამართული. ის კი არ უნდა ჭავლის მანქანები კი არ უნდა იყიდონ რუსთავაზე რომ ხალხი. აი ეს სამსახური უნდა გამართოს, რომ სტიქიური ზონები ბევრია გურიაში და საქართველოში და ასეთი სამსახურები უნდა იყვნენ მომზადებული ასეთი, ესე ვთქვათ, სტიქიებისთვის. რაც პრაქტიკულად ჩავარდნა არის და ეს გამოჩნდა კიდეც სამწუხაროდ. რაც შეეხება ლიკვიდაციის მეორე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, ეს არის დაგვიანებით პროცესების ლიკვიდაცია. აი მაგალითად დღეს მომხდარი და ამ დღეებში მომხდარი სტიქიის ლიკვიდაციას დაიწყებენ 1 წლის მერე. როცა კანონმდებლობა გაძლევს საშუალებას, რომ გამარტივებული შესყიდვები განახორციელო და მართლაც სტიქიის ლიკვიდაცია მოახდინო მაშინ, როცა ის მოსახლეობისთვის არის საჭირო. ხო, ნუ ამას თავისი ახსნა აქვს და უფრო საარჩევნო პოლიტიკურ კალენდარზეა, ასე თქვა ეს ყველაფერი მიმო. სწორედ მაგის თქმამიდა. ბატონო, უნდა დაგეშვიდო. პოლიტიკურ ინტერესებს არ უნდა მიაბა. რა თქმა უნდა. ეს იქნება ნამდვილი ლიკვიდაცია და ეს იქნება ნამდვილი ბრძოლა სტიქიასთან და არა ვენწვენის გადაფრენა და ზემოდან სტიქიური ადგილების დათვალიერება. კახა ასკურავა ლანჩ 5-დან გვერდებოდა საკრებულოს წევრი სტუდიაში გადმოვინაცვლებ სამწუხაროდ ცოტა დრო გრჩება და მინდა რომ სტუმრებს თავისი სათქმელის სწრაფად და ლაკონურად გადმოცემებთ ხო და დავიწყო პირველ რიგში ნიკა წითელაშვილით ჰიდროლოგით რომელთანაც ჩვენ საზოგადოებასთან ჰქონდა კონტაქტი კომუნიკაცია შოვის ტრაგედიის ფონზე, როცა საუბრობდით გამომწვევ მიზეზებზე, რამდენად სწორად იქცეოდა სახელმწიფო და რამდენად მომზადებული ხდებოდა ასეთ გამოწვევებს საზოგადოება. დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ერთია ის, რაც მოხდა და მეორეა, რაც შეიძლება მოხდეს უკვე ამ უხვი ნალექის გათვალისწინებით. მთავარი შემჩნევები თქვენი რა იქნებოდა, რასზე უნდა ვიყოთ ახლა აწი უკვე ყველანი გადართულები იმისთვის, რომ ვითარება კიდევ უფრო მეტად არ დამძიმდეს, უფრო მეტი ოჯახი არ დაზარალდეს და არ გამოიწვიოს კიდევ უფრო მძიმე შედეგები. მოგესალმებით. თოვლი და დითოლვა ზოგადად სპეციფიური პროცესია და რომელიც გამავლობას ზღუდავს და ამიტომ მობილობა ამ მიმართულებით რთულია და ამ აქედან გამომდინარე აუცილებელია რომ მონიტორინგი გაძლიერდეს განსაკუთრებით ტემპერატურულ რეჟიმთან და ატმოსფერულ ნალექთან მიმართებაში, რომელიც მომდევნო 2 კვირის განმავლობაში საყურადღებოა ჩემი აზრით, იმიტომ რომ 3 მარტიდან 8 მარტის ჩათვლით მოსალოდნელია ღრუბლიანობა, ასევე წვიმის სახით, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს პროცესს, იმიტომ რომ მთელი იანვრის და თებერვლის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში ატმოსფერული ნალექი ძირითადად მოვიდა წვიმის სახით, რამაც ნიადაგი უკვე გაჟღინთა და შესაბამისად ნიადაგს აღარ აქვს წყლის შეკავების შესაძლებლობა და ესე რომ ვთქვათ, რაც უკვე ზემოდან მას დაესხმება, ეს ყველაფერი უკვე გარდაიქმნება ზედაპირულ ჩამონადენად, რომელიც უკვე იწვევს გვერდით პრობლემებს. ეს გვერდითი პრობლემები ამ შემთხვევაში, რადგანაც გურია გეოგრაფიულად და გეოლოგიურად მოწყვლადია მეწყერ გრავიტაციული პროცესების მიმართ გააქტიურდება აუცილებლად განსაკუთრებით იმ ცხელ კერებში, სადაც უკვე წინაპირობები შექმნილი იყო და ასევე ყურადღება არის გასამახვილებელი წყალდიდობა წყალმომარდნების კუთხით, რადგანაც ის ატმოსფერული ნალექი, რომელიც ბოლო 10 დღის განმავლობაში დაფიქსირდა, შემიძლია ვთქვა, რომ 50 წლის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ იყო ასეთი ნალექი. ერთი იყო 1995 წელს, როდესაც 415 მილიმეტრი ატმოსფერული ნალექი დაფიქსირდა თებერვლის თვეში, მეორე იყო 2011 წელს, როდესაც დაფიქსირდა დაახლოებით 395 მილიმეტრი და ეხლა სატელიტური მონაცემებით და რადარული მონაცემების მიხედვით გარკვეულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით აჭარა-გურიის მთიან და მთისპირა ზოლში, სადღაც 300-400 მილიმეტრამდე ატმოსფერული ნალექი მოვიდა ოღონდ 10 დღის განმავლობაში, როდესაც წინა პერიოდში ეს იყო მთელი თვის განმავლობაში. ასევე საშუალო მრავალწლიურად, ესე რომ ვთქვათ, ნორმა თებერვლისთვის დასავლეთ საქართველოში მერყეობს სადღაც 120-150 მილიმეტრის ფარგლებში და ეს უკვე საყურადღებოა ის მოცულობა, რომელიც დაფიქსირდა. ამიტომ ასევე ვიმედოვნებ, რომ 8 იანვრის შემდეგ პროგნოზი არის, რომ ტემპერატურა სწრაფად იმატებს და ადის 15 გრადუსამდე. 8 მარტს გულისხმობ. დიახ, 8 მარტის შემდეგ ბოდიშით ტემპერატურა იმატებს საკმაოდ და სადღაც 15 გრადუსამდე
შეიძლება დათვეს დაბლობში და ამიტომ ეს კიდევ უფრო დაამძიმებს პროცესებს და იმედი მაქვს რომ სიჩქარე მაინც ტემპერატურისა და თოვლის დნობისა არ იქნება იმის მაპროვოცირებელი რომ წყალდიდობები და ეს უკვე პროცესის სტიქიურ პროცესებში გარდაიქმნას რომლის უკვე კონტროლისა და მასზე რეაგირების დრო საკმაოდ შემცირდება. ცოლთან მიმართებაში რეაგირების დრო მაინც გრძელვადიანია, იმიტომ რომ ეს არის ნელი პროცესი, მაგრამ აი წყალდიდობა უკვე ღვარცოფი და მსგავსი პროცესები ასევე მეწყერი არის საკმაოდ სწრაფი და დროში შეზღუდული პროცესი, რომელიც სამწუხაროდ არ გვაძლევს არანაირი მომდევნო რეაგირების შესაძლებლობა. ნიკა წითელაშვილი მადლობა ძალიან ნიკა აგვიღწერეთ სიტუაცია მათ შორის უახლოეს პერსპექტივის გათვალისწინებითაც და მიხართ იმის რომ დიდი იმედი არ მაქვს მაინც იმედი მინდა გამოთქვა პროფესიონალები ჯერ კიდევ არიან შემორჩენილები შესაბამის სტრუქტურებში ინსტიტუტებში პოლიტიკურ დონეზე რომ არც იგეგმება და ვერც რეაგირებენ ამას ვხედავ მაგრამ ხალხიც უფრო მეტი სიფრთხილით მოეკიდება და ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე მაინც გამოიჩენენ უფრო მეტ ყურადღებას ასეთი ასეთი რთული ესე ვთქვათ და საფრთხილო უბნების მიმართ რომელიც ძალიან ბევრი იქნება დასავლეთ საქართველოში და სტიქია-ვის ერთმა ფაზამ გადაიარა საუბრობთ იმაზე რა შეიძლება მოხდეს ირაკლი თაკალანიძე სამოქალაქო აქტივისტი და მივცე ახლა შესაძლებლობა რომ საზოგადოებას შეატყობინოს ინიციატივის შესახებ რომელიც ხალხის დახმარებას უკავშირდება ამ დღეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტი ოჯახი სოფელი გამოჩნდება ისეთი რომელსაც გადაუდებელი დახმარება ჭირდებათ და აი რაში მდგომარეობს ეს ინიციატივა და მათ შორის თბილისელებმა როგორ შეუძლიათ გაიღონ თავიანთი წვლილი რეგიონებში მყოფი მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დასახმარებლად. სწორია, ხელისუფლების უმოქმედობა დავინახეთ არაერთხელ და დავინახეთ რომ ხელისუფლების უმოქმედობის დროს ადამიანები ჩვენ თავზე ვიღებთ ინიციატივას რომ ჩვენს მოქალაქეებს რაღაცნაირად დავეხმაროთ. დაიტოვეს შექმნის პირველი დღიდანვე ჩვენ ვაკეთებთ სწორედ ამას რომ ერთმანეთს ვედექით გვერდში და ამ ერთობას ვაჩვენებთ ერთმანეთს როგორც კი ამისი საჭიროება გახდა. და ახლაცოც დავინახეთ რომ სტიქის საშიშროება დადგა და დაიწყო თითოეულობა და ადამიანებს გაუჭირდათ რომ გამოსულიყვნენ თავიანთი სახლებიდან ან გადათოვლა მომხდარიყო მათი სახურავების იმ ღამესვე ჩვენი ჯგუფის საშუალებით ადამიანებმა დაიწყეს თვითორგანიზება რომ შეგროვილიყვნენ და წასულიყვნენ დასახმარებლად ამ ადამიანების. ამჟამად ოზურგეთში უკვე არსებობს შტაბი, რომელიც ამ მოხალისეების რაღაც რეკრუტირებაზე, მათ განაწილებაზე მუშაობს, მაგრამ იმის გამო რომ ეს აქტივისტები, რომლებიც ეს მოხალისეები, რომლებიც არიან ძალიან დიდი ნაწილი ამ მოხალისეების არიან აქტივისტები, რომლებიც ყოველდღიურად გაიან რუსთაველზე ჩვენს გვერდით. იყვნენ ადამიანების ნაწილი, რომლებსაც ასევე უნდათ რომ თავიანთი წვლილი და ჩართულობა ქონოდათ ამ ყველაფერში და ამიტომ გადაწყდა რომ ხვალიდან 1 მარტიდან 11 საათიდან 20 საათამდე ყოველდღიურად დოდო აბაშიძის 10 ნომერში არტარიას გალერეაში ჩვენ დავიწყებთ უკვე შეგროვებას სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების თუ სხვა საჭირო ნივთების რომელსაც შემდგომში უკვე ჩავუტანთ ამ ადამიანებს საჭიროების სამეფო. ეს ნივთები შეიძლება იყოს როგორც სანთლები, ფაუერბანკები, საკვები და ეს გასაცვალისწინებელია რომ ისეთი საკვები რომელიც მაფუჭებადი არ არის, პამპერსები, სასწრაფო გადაუდებელი მედიკამენტები და ჩვენ დავინახეთ რამდენიმე შემთხვევა რომ რამდენიმე ჩვენმა მოქალაქემ სახლის კი დაეწვათ ან დაიგრათ სახლები და დაჭრნენ ყველაფრის გარეშე, ამიტომ კარგი იქნება თუ ადამიანები მოიტანენ თბილტანსაცმელს, ფეხსაცმელს და სხვა ისეთ ნივთებს, რომელიც გონიათ რომ საჭირო იქნება ამ პროცესში. ირაკლი რამიდა ბოლო კითხვა დაგისვათ რომ სად შეუძლია საზოგადოებას, ვინც მოწადინებულია თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე დახმარება გაუწვეს ფიზიკურად ვერ მიდის ან ამის საჭიროებაც აღარ არის, აი რომელ გვერდზე ნახოს რა ტიპის ყველაზე მთავარი საჭიროებები რა არის. ანუ ერთ შეიძლება იყოს რაღაცა ანგარიში, სადაც თანხა ირიცხებოდა თქვენ თვითონ მოთხოვნილების მიხედვით. მეორე შეიძლება იყოს პროდუქტი, როგორც თქვენ თქვით ახლა თავშოთ სამედიცინო ისენი და ეს იქნება სადღაც მითითებული რომ ორიენტირება გაუადვილდეთ ადამიანს. ცხადია, ეს შტაბები არის შექმნილი დაიტოვეს სინახლის მოძრაობის ნანუკას ფონდის და წინაპრების მიერ და შესაბამისად ამავე ფონდებისა და ორგანიზაციების სოციალურ გვერდებზეც შეუძლიათ ეს დეტალური ინფორმაცია
ინფორმაცია მიიღონ, რომელიც განახორციელება. მიიღონ. ასევე შეუძლიათ ეს ინფორმაცია მიიღონ, როგორც დაიტოვეს Facebook ჯგუფში, ასევე შეიქმნა ჯგუფები მოხალისეები გურიისთვის და იმერეთისთვის. ამ ჯგუფებში შეუძლიათ ამ ინფორმაციის მიღება და ასევე საჭიროებებზე ინფორმაციის მიღება შეუძლიათ მოხალისე წერტილი-G-ზე. ეს არის პლატფორმა, სადაც რუკების მიხედვით არის მითითებული ადამიანების საჭიროებები და ამის განახლებაც ხდება ყოველწამიერად, თუ ვის უკვე აღმოუჩნეთ დახმარება, ვინ არის მომლოდინე დახმარების, რომელს სჭირდება გადაუდებელი დახმარება და ამ ყველაფრის ნახვა შეუძლიათ მოქალაქეებს. ცხადია, ამას ჩვენ გავაშუქებთ კიდეც როგორც მედია ჩვენს როლს ამ ხრივაც უფრო აქტიურად ვითამაშეთ. ძალიან დიდი მადლობა ნიკა, ირაკლი. იმედი ვიქონიოთ, რომ ვითარება კიდევ უფრო მეტად არ დამძიმდება და მათთვის, ვინც უკვე არიან ძალიან რთულ მდგომარეობაში, ჩვენი აქტივობით და გვერდში დგომით და სოლიდარობით მდგომარეობას შეუმსუბუქებთ. ამით უნდა დავამთავროთ დღევანდელი გადაცემა. გამოხმაურებები ტრამპისა და ზელენსკის თქვათ ასე შეუმდგარი მოლაპარაკებების თაობაზე, ასე ვთქვათ, ხვალდილიდან კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი გახდება და ნუ ყველა სხვა ინტერესებს ველით თავისთავად ხალხია განვიცდით კიდეც როგორ განვითარდება პროცესები მოვლენები. ერთი რამე შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, რომ უკრაინელი ხალხი, უკრაინის პრეზიდენტი, უკრაინაში ერაღებული ძალები იცავენ და დაიცავენ თავიანთ ქვეყანას, სამშობლოს, თავიანთ ოჯახებს. ისინი იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის, თავიანთი ოჯახების გადარჩენისთვის. რა თქმა უნდა, მათ ძალიან ბევრი მხარდამჭერი და გვერდში მდგომი ყავთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, ყოველთვის გვექნება იმედი იმისა, რომ არა მარტო დასავლეთი ევროპა, განვითარებული ცივილიზებული სახელმწიფოები, არამედ შეერთებული შტატები, როგორც ყოველთვის, მათ გვერდში ყოფნას გააგრძელებს. გემშვიდობებით, მადლობა რომ გვიყურეთ, ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს პარასკევს.